ის მეცნიერები, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან და ის მეცნიერები, რომლებიც ხელისუფლებასთან არ არიან, სხვადასხვანაირად აკეთებენ დასკვნებს ქვეყნის ეკონომიკაში და საერთოდ ქვეყნის ცხოვრებაში არსებული მდგომარეობის თაობაზე. ეს ხო კატასტროფაა. ხომ არ შეიძლება რომ მეცნიერი ტენდენციური იყო. ერთი რამ, რითაც მეცნიერება მოდის კაცობრიობის დედამიწა ბრუნავსო, ამბობდა ის კაცი, მარტო ერთი იყო. შეიძლება ვიღაცა მიცოდა რომ ბრუნავდა, მაგრამ ვერ ამბობდა ამას. და მართალი ის აღმოჩნდა. და რატომ ვართ გაჩერებული და რატომ გვინდა რომ ერთად მეცნიერი იმიტომ ხარ რომ შეიძლება ისეთი რამ თქვა, რომელიც საზოგადოებისთვის გამომაფხიზლებელი იყოს და საზოგადოების შემკვრელი გამოვიდეს. ეგ არის რეალობა და არა ის რომ ვაქოთ და ვადიდოთ და აყვავდა ქვეყანა თურმე რომ წავიკითხე ზოგიერთი ისა შემცხვა, ცუდად გავხდი. რომ აყვავებულა თურმე ქვეყანა და ესე იგი თურმე ვერ ხედავენ, ესე იგი მეც გადამიარეს და სხვებსაც რომ რა ეწოდებათ ის ხალხი, რომლებიც ვერ ხედავენ იმას, რომ აი ეს ქვეყანა როგორ წარმატებული და როგორ ძლიერია. ნუ საქართველოს წარმატებული და ძლიერია და მე ვერ ვხედავ ამას. სხვები ვერ ხედავენ. ოტი იოსელიანს ჰქონდა კარგი ამონათქვამი, კაცო, ასეთი შტერი ვარ და ასეთი დებილი ვარ, რომ ყველაფერი კარგადაა და მე ვერ ვხედავ. ოტი იოსელიანი გენიოსი იყო.